მუხლებით არის აღძრული საქმე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ? ბაჩო, ჩვენ მე როგორც პირადად ადვოკატს ხელწერილი ჩამოვერთვა გამომძიებლისგან, რომ გახმაურების აკრძალვაზე, თუმცა ანუ გრიფი დაედო საქმე? დაედო, მაგრამ საქმის მასალების გახმაურებაზე აკრძალვა ხელი მოღვაწეა გამომძიება, თუმცა მე ამაზე შევიტანი შენიშნა, რომ მეზღუდება დაცვის უფლება და არ დავეთანხმე ბრალდების ამ ხელწერის აღნიშნულ რა მოტივით მოგაწერინეს ხელი, რა დასაბუთება ჰქონდათ, რა არგუმენტები? ვერ გეტყვით, პირდაპირ გითხრეს, რომ საქმის მასალების გახმაურებაზე აკრძალვის ხელწერილზე მოგთხოვეს ხელმოწერა, თუმცა მე არ მოვაწერე ხელი, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ვინაიდან ამით მეზღუდებოდა დაცვის უფლება. რაც შეეხება სისხლისამართლის მასალებს, ჩვენ არ გადმოგცემია ამ ეტაპზე, იმიტომ რომ რაც როგორც დიდი მოცულობის არის და გარკვეული პერიოდი ჭირდება და უახლოეს პერიოდში რამდენიმე საათში შეიძლება გამოგვიძეს ეს მასალები. თუმცა ბრალის დადგენილებას უკვე იცნობთ, აი რა წერია? ბრალის დადგენილებას ვიცნობთ, ბრალში წერია, სიმართლე გითხრათ ის, რომ მას ედავება ბრალდება, რომ ის მეგობრობს, ის ისნობს მურთაზ ზოდელოვას და პატა ბურჭულაძეს. ეკძალება მათთან მეგობრობა. აი ამას არ აღიარებს ბაჭო, რომ მეგობრობა არ არის აი სამართლებრივად რა წერია ამ დოკუმენტში? ეს გითხარით, იმიტომ რომ აქციის ორგანიზატორები იყვნენ პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელოვა და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსი და მათ წინააღმდეგ საქმეები დაწყებულია სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობის მუხლით, ასევე მათ ედებათ ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ორგანიზება, ხო? ამ ძალადობის როგორც თავად საგამოძიებო ორგანოები იუწყებიან და ამიტომ გეკითხებით სამართლებრივად რა წერია? დაახლოებით ეგ მოცემულობა არის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბრალის ფორმულებაში მე რაიმე კონკრეტული მტკიცებულება ან მყარი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს კონკრეტული პირის ბრალეულობას, განსი ინფორმაცია არ მოიპოვება. აი ბაჩო ახალაიას პოზიცია რა არის? რას ამბობს ის, როგორ პოზიციონირებს თავდაცვის ექს-მინისტრი? ბაჩოს პოზიცია გახლავთ ის, რომ ბრალდება არის ძალიან აბსურდული და უსუსური, შესაბამისად წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. ასევე აი სუსის უფროსის პირველი მოადგილე გუშინ საუბრობდა იმაზე, რომ 28 სექტემბრის შემდეგ აქციის ორგანიზატორების დაკავებამდე ბაჩო ახალაიასა და მათ შორის კომუნიკაცია დამყარდა 300 ჯერ დაახლოებით, ხო, რაღაცა ასეთ რიცხვზე იყო საუბარი და აი ამ სატელეფონო საუბრების შინაარს თუ იცნობს საგამოძიებო ორგანო, ეს მაინტერესებს, იმიტომ რომ გუშინ არ თქმულა არაფერი ბრიფინგზე. IP-ის სამართლზე თითქოს დაიყო ანინა დარეშვილის IP-ის სამართლზე რაღაც გარკვეული სახის შეტყობინებები, თითქოს და ბაჩო ახალაიას თუ ანინა დარეშვილის IP-ის სამართლიდან პატა ბურჭულაძეს ან სხვა მონაწილე პირებთან უწოდებს სრულად სიგიჟეს და აბსურდს, ვინაიდან მათთან აკავშირებს გარკვეული სახის ურთიერთობა, მეგობრობა და მოკითხვა არ შეიძლება იყოს დასჯადი და უკანონო ქმედება. ანუ თვითონ ბაჩო ახალაია ბრალს არ აღიარებს და არ მიიჩნევს, ხო, თანამონაწილეობას ედავებიან სახელმწიფო გადატრიალების საქმეში, როგორც თქვენი ნათქვამიდან გავიგეთ. მათი ბრალი როგორია? გვესმის რომ ის პოზიციას არ აღიარებს და ბრალს კითხვა დავსვი მე მონოლოგის რეჟიმში ხარ და არ არის ეს კონკრეტულად რას ამბობს და რა მუხლებით არის ბრალი წარდგენილი? რა მუხლით დაიჭერენ ბაჩო ახალაიას? აი მისი პოზიცია გახლავთ ესეთი, რომ ბრალდება არის წარდგენილი მხოლოდ მეგობრობისთვის და ნაცნობობისთვის. მისი პოზიცია რომ არის გასაგებია, მაგრამ ბრალის დადგენილებაში რა წერია? ადვოკატი ხართ და როგორც იურისტ ასე გეკითხებით. თუ გაინტერესებს სამართლებრივად, მას ედავებიან 225 მუხლის პირველი ნაწილს, რას მისთვის არის სულ წარმოუდგენელი. და რას გულისხმობს საზოგადოებას რომ განვუმარტოთ, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში ხართ ახლა? ჯგუფურ მოქმედებაში გარკვეული საკითხებისთან მიმართებაში ორგანიზებას და ხელმძღვანელობას, რაც არის სულად აბსურდული. და საქმის მასალები როდის გადმოგეცემათ თქვენ ადვოკატებს? თუ გითხრეს საქმის მასალები როდის გადმოგეცემათ? ვერ გეტყვით, მითხრეს რომ უახლოეს პერიოდში რამდენიმე საათში მექნება საქმის მასალები. აღკვეთ ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში? სავარაუდოდ იქნება ხვალ, იმიტომ რომ კანონი დადგენილი არსებობს შესაბამისი ვადები და ამ ვადას ყოველ შემთხვევაში ბრალდება არ გაასწრებს. გასაგებია, მადლობა, თქვენ უსმენდით ახლა ბაჩო ახალაიას
ადვოკატს, რომელიც დაახლოებით 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა სუსის მოდულის შენობაში, უკვე ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი ბაჩო ახალაიას, როგორც უფლებადამცველმა განაცხადა, მას ედავებიან, რაზეც საუბრობდით სხვათა შორის და რასაც ვარაუდობდით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ამ ძალადობის ორგანიზებას, ვინაიდან სწორედ ამ უხლებით არის გამოძიება დაწყებული 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების წინააღმდეგ. საქმის მასალები ჯერ უფლებადამცველებს არ გადასცეს. სავარაუდოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ ჩაინიშნება უკვე პროცესი ბაჩო ახალაიას საქმეზე. დიდი ალბათობით ის დაესწრება ამ სხდომას. საინტერესოა სიტყვით გამოვა თუ არა მოსამართლის წინაშე და როგორი პოზიცია ექნება, თუმცა უფლებადამცველები აცხადებენ, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს ის.